გამარჯობა, მე თინათინი ვარ და ეს ჩვენი კორეული ენის კუთხეა. დიახ, მე დავბრუნდი, თუმცა მინდა რომ ეს დაბრუნება იყოს ახლის დასაწყისი და არა ძველის გაგრძელება. ეს კი გამოიხატოს იმაში, რომ ვიდეოები გამოვიდეს რეგულარულად და რაც ყველაზე მთავარია, მინდა ეს არხი კიდევ უფრო მორგებული გავხადოთ თქვენზე. მოკლედ, რადგან ეს ვიდეო დასაწყისია და არა გაგრძელება, მისთვის შევარჩიე ასეთი თემა. მოდი განვიხილოთ კორეული ენის შესავალი პრინციპები, რათა სანამ სწავლას შევუდგებით, უკვე გქონდეთ შექმნილი ზოგადი სურათი. ნეტავ კორეულში ანბანია თუ იეროგლიფები? ალბათ თქვენს გაგიჩნდათ, ხომ ეს შეკითხვა. ხო და მინდა დაგამშვიდოთ. გვაქვს ანბანი და მას ჰანგილ ჰქვია. სხვათა შორის, სულ ასე არ ყოფილა. საინტერესო ფაქტია ის, რომ მე-15 საუკუნის შუა ხანებამდე კორეელები ჩინურ იეროგლიფებს იყენებდნენ წერისთვის. ეს ძალიან რთული იყო ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის. ხო და მეფე სეჯონგმა, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემენ კორეელები, შექმნა ჰანგილ, უნიკალური, მარტივი ანბანი, რომლის სწავლასაც შემდეგი გაკვეთილებიდან შევუდგებით. მანამდე კი მოდი ვნახოთ მაინც, როგორი ტიპის ანბანია ეს ჩვენი ჰანგილი. იგი შედგება 24 ძირითადი ასოსაგან. ამათგან 14 თანხმოვანია და 10 ხმოვანი. მაგრამ მათ გარდა, ჩემო კარგებო, კიდევ გვაქვს 16 შედგენილი ასობგერა. ანუ ჯამში სულ 40 ცალი. თუმცა არ შეგეშინდეთ, ჩვენ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით და აი ნახავთ, ეს უფრო საინტერესოა ვიდრე რთული. დეტალებში მოგვიანებით ჩავიდეთ. თუმცა ამთავითვე ჩავინიშნოთ 1-2 საბაზისო წესი, რომელიც წერის სტილს შეეხება. ასოებს აუცილებლად ვწერთ შემდეგი მიმდევრობით: ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ და საერთოდ არავითარ შემთხვევაში სხვაგვარად. ამასთან, სიტყვას ასოთა თანმიმდევრობა კი არ აყალიბებს, არამედ მარცვლოვანი სტრუქტურები. აი მაგალითად, ჩემი სახელი რომ ავიღოთ, ქართული სტილით დავწერდით ასე, ასოთა თანმიმდევრობით, ხოლო კორეულად კი აი ასე დაიწერება. ხედავთ, მესამე მარცვლის ნ სადღაც ქვეშ წავიდა. ეს მარცვლის სტრუქტურის თავისებურებების გამო მოხდა. რა თავისებურებების? მოდი ეს ჯერ საიდუმლოდ დავტოვოთ. მანამდე კი დაიმახსოვრეთ, რომ წერის მიმართულება არის ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, ხოლო სიტყვებს აყალიბებს არა ასოთა, არამედ მარცვალთა თანმიმდევრობა. ბოლოს კი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა. და მაინც როგორ ველში უნდა ვწეროთ? ცალხაზიანში თუ უჯრიანში? სინამდვილეში როგორ შის თქვენ გინდათ? ისე დასაწყისისთვის მე ალბათ უფრო უჯრიან ვეულებს გირჩევდით, რადგან მასში უფრო ადვილია თანაბარი მარცვლების გამოყვანა და სხვათა შორის ორიგინალი კორეული ვეულებიც უჯრიანია, მაგრამ მე პირადად არ მიყვარს უჯრიან ვეულში წერა და თუ არც თქვენ, მაშინ კი იცით რომელი ვეული უნდა აირჩიოთ. ესეც ასე, დღეისთვის ალბათ საკმარისია. თუ კიდევ გაინტერესებთ რაიმე, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ კომენტარებში. ბოლოს კი, თუ კი გინდათ რომ ერთად ვისწავლოთ კორეული, მაშინ გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, დამიტოვეთ კომენტარები და შეხვედრამდე. Fighting!